აღარც მახსოვს როდიდან, მაგრამ მთელი ბავშვობა გულშემატკივრობდი რეალ მადრიდს და რაულს განსაკუთრებით. რაული მომწონდა, იყო ჩემი კუმირი, მქონდა მისი ფოტოები ალბომში, ჩემს სურათებთან ერთად და ვოცნებობდი, რომ როდესაც მეყოლება მეუღლე, ისეთივე ჟესტი გააკეთოს, რასაც ის აკეთებდა. გახსოვს ალბათ, ესე კოცნიდა ბეჭედს, ოჯახის სიყვარულის და ამით ცოლს და ოჯახს უმტკიცებდა სიყვარულს. ჩემი აზრით ესე იყო და რა თქმა უნდა გავიზარდე და ზუსტად ვიცი რომ ესეა. რაღაცა ეს ჟესტი იყო ჩემთვის სამაგალითო და მინდა და სულ ესეთი მეორე ნახევარი ბყოლოდა. წარმატებული, რა თქმა უნდა სპორტსმენი, ფეხბურთელი და რომელსაც ესე ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და პირველ ადგილზე აყენებს პროფესიას და ოჯახს. რაც შეეხება შემდეგ, გავიზარდე, ისევ და ისევ ფეხბურთთან მქონდა შეხება, ამას ჩემი გვარიც მაძლევს იმის საშუალებას, რომ პაიჭაძე ვარ, ბორის პაიჭაძე ჩემი შორეული ნათესავია და მამა ჩემიდან მახსოვს ბავშვობიდან როგორ ამაყობდა და ყოველი ჩემი მისვლა დინამოს სტადიონზე ძალიან საამაყო იყო და ბედნიერებას ვცნობდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ასოებით იქ ჩემი გვარი ეწერა და ეს მეგონა რომ იყო ცხოვრების პიკი. კიდევ ერთი ქუჩა არის დიღომში ბორის პაიჭაძის და მოკლედ სიამაყით ვივსებოდი, ესეც მამიკოსგან გამოუყვა, მას ძალიან უყვარდა ფეხბურთი. გავიზარდე, ისევ და ისევ დავრჩი სპორტში, მე თვითონაც ძალიან სპორტული ვარ. მიყვარს სპორტსმენები, იმიტომ რომ მათ აქვს სულ სხვა სულისკვეთება. ეს ჟილკა, რასაც ქვია, ეს სულისკვეთება გამოიხატება ყველაფერში დანარჩენშიც ცხოვრებაში. მე გულისხმობ პროფესიონალებს და მშრომელ ადამიანებს. ძალიან მიყვარს სპორტსმენები, განსაკუთრებით ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ ამ ყველაფერში და სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად უფასდებათ და ამიტომ მიდიან და ვამართებ კიდევაც, უნდა წავიდნენ აუცილებლად. წლევანდელ Euro 2016-ს ვუყურებ, თუმცა ისეთი მოლოდინებით არა, როგორც მაგალითად ძალიან მიყვარს მსოფლიოს, ბრაზილიას გულშემატკივრობ. ბრაზილია, ლეგენდაა თავიდანვე, რა ვიცი, მაგათი ტაქტიკა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იყვნენ პელე და ყველაზე კარგი ფეხბურთელები 70 წელში, ჰქონდათ კლასიკური ტაქტიკა, თამაშობდნენ ამ ტაქტიკით და ეს იყო ყველაზე შემტევი და ყველაზე საუკეთესო. ფეხბურთი არის ცხოვრების ნაწილი ჩემი აზრით, მათ შორის ჩემიც. ჩემ შვილსაც თუ მოუნდება აუცილებლად გავაყოლებ ამ სპორტზე, შევეცდები რომ კარგი სკოლიდან დავიწყო თავიდანვე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი რომ კარგ სკოლაში იზრდება, საფეხბურთო სკოლაში. სხვა შემთხვევაში არ ღირს ალბათ წვალება და სხვა ალტერნატივასაც ვნახავთ. მიყვარს ფეხბურთი და ვადევნებთ თვალს Euro 2016-ს. ამ შემთხვევაში გულშემატკივრობ უფრო ალბათ ესპანეთს, მაგრამ არ ვიცი, პროგნოზებს ვერ ვაკეთებ საერთოდ. Spain lead and Alvaro Morata has got the goal. Fabregas. ქართულ ფეხბურთელებს ვეტყოდი, რომ მარტო ბურთთან მოითამაშებენ, მოივარჯიშებენ. აუცილებელია ალბათ ძლეოსნობაც, იოგაც, უფრო მეტი მოქნილობისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გამოიყენო შენი სხეული, იყო კარგად გაწელილი და დარწმუნებული ვარ, ბევრ ამაში დაეხმარებათ უფრო სტადიონზე. იყვნენ უფრო ათლეტურები, უფრო ძლიერები და თავდაჯერებულები. რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყონ მიზანი და ყოველ დღე დაუზარებლად უნდა ივარჯიშონ.